ეს ალექსანდრე კუპატაძეა, მეხუთე კლასელი ალექსანდრეს საყვარელი საგანი მათემატიკაა. ამბობს, რომ სკოლაში სიარული მოსწონს, თუმცა ზოგჯერ გაკვეთილი საინტერესოდ არ ეჩვენება და გაცდენის სურვილი უჩნდება. აბა როგორ იქცეოდი სკოლაში? ალექსანდრეს დედა თამუნა მარგიშვილი გვიყვება, რომ ზოგიერთ მშობელს გაკვეთილებზე დასწრება შვილებთან ერთად უწევთ. მიზეზი სკოლებში სპეციალური პედაგოგების ნაკლებობაა. სკოლაში არის 40 ბავშვამდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე და ფსიქოლოგი და 2 სპეცპედაგოგი იყო სულ და ეხლაც ასეა. და აქედან გამომდინარე შეუძლებელია 4 ადამიანმა ამდენი ბავშვს მიაქციოს ყურადღება, ამიტომ თავიდან მიწერდა, რომ მე ყოფილიყავი სკოლაში. რადგან სკოლას ადამიანის რესურსები არკილი, ან სპეცპედაგოგებდეს არ ყავს, დედას უწევს იქ ყოფნა. სპეციალური პედაგოგების რაოდენობა განათლების სამინისტროდან მიღებულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. სკოლა თანხას განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად იღებს. 1-დან 6 მოსწავლე 4200 ლარი, 7-დან 13 მოსწავლე 8400 ლარი, 14-დან 23 მოსწავლე 12600 ლარი, 23 ზემოთ კი 16800 ლარი. 23-ზე მეტი მოსწავლის ყოლის შემთხვევაში სკოლა დამატებით თანხას ვერ მიიღებს, რაც პრობლემად მიაჩნია თბილისის 21 საჯარო სკოლის დირექტორს, რომელსაც 35 განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე ჰყავს. ძალიან ესეთ ცუდ პირობებში ვარ დამხრივ, რომ ვერ ვწდებით 23 ბავშვის დაფინანსებას 16800 და პრინციპში გჭირდება ორჯერ უფრო მეტი დაფინანსება. მშობლების თქმით, არსებული დაფინანსება დამხმარე რესურსების, სახელმძღვანელოებისა და ინვენტარების შესაძენადაც არაა საკმარისი. შეეხება სასწავლო საგანმანათლებლო რესურსებს და მასალებს, ფაქტობრივად არ არსებობს, ძალიან მწირი არის, მხოლოდ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გაკეთდა ადრე ქართულის და მათემატიკის რაღაც ადაპტირებული საგანმანათლებლო სახელმძღვანელო, რომელიც მხოლოდ პედაგოგებისთვის არის ხელმისაწვდომი და მოსწავლეებს არ აქვთ და დამხმარე მასალები და რესურსები ფაქტობრივად არ არის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო შექმნის ვალდებულება ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ევროპული სტანდარტით ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად ქვეყანას სასწავლო მასალის ადაპტირება და შესაბამისი ადამიანური რესურსით უზრუნველყოფაც ევალება. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ამჟამინდელი დაფინანსება დირექტორმა როგორც სპეციალური პედაგოგებისთვის, ასევე სასწავლო მასალის შესაძენად სწორად უნდა გადაანაწილოს. სკოლა განკარგავს საჭიროების მიხედვით ეს თანხა როგორ დაიხარჯოს. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს ჭირდება და დამატებით სპეციალური მასწავლებელი, სწორედ აი ამ თანხის ფარგლებში სკოლას შეუძლია რომ აიყვანოს სპეციალური მასწავლებელი. უამრავი რესურსი არსებობს, დღეს შეუძლია სკოლას როგორც აღნიშნე აქვს ამის საშუალებას, დღეს სისტემა აძლევს ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად თანხა სკოლას და მას შეუძლია თავის მასწავლებლებთან ერთად თუ სკოლაში არის სპეცმასწავლებელი, მისი დახმარებით შეიძინოს ნებისმიერი სახის რესურსი. ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად სამინისტრომ საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა. დღესდღეობით რამდენიმე ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი სკოლებში მათთვის აუცილებელი პირობების გაუმჯობესებას ელოდება.